ქალბატონ დარჯან, რომელ უბანზე იმყოფებოდით დამკვირვებლად და რა მოხდა იმ დღეს არჩევნების დღეს ამ უბანზე? პირველ საარჩევნო უბანზე ვიყავი დამკვირვებლად. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. ბოლოს დაიწყო ხმების დათვლა. ხმები არ იყო ბოლომდე დათვლილი, რომ ორი პიროვნება არ ვიცი სახეზე ვერც ერთი ვერ ვიცანი, შემოვიდნენ და ოქმზე მოითხოვეს ხელის მოწერა. რა თქმა უნდა, ხა შეეშინდა ყველას, ვინც იქ იყო. რამდენიმე ადამიანმა მოაწერა ხელი. მე იქ მოსახლეობა ფანჯარასთან მოვიდა, ატყდა ხმაური, თვითონ ოთახშიც გაუწიეს მე წინააღმდეგობა. და ოქმი ბოლომდე არ შევსებულა, ფაქტიურად სარიელი ოქმი იყო. რამდენიმე ადამიანმა მოაწერა ხელი და ოქმი წაიღეს ამ პიროვნებებმა. შემდეგ რაც იყო ეს ხმები, ბოლომდე მოხდა დათვლა, ვინაიდან აღარ არსებობდა ორიგინალი ოქმის, შედგა აქტი, კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, ამ აქტს დაითვალეს ხმები და ბიულეტენებთან ერთად წამოიღეს საარჩევნო კომისიაში. ხმების შედეგები როგორი იყო თუ გახსოვთ? აი ციფრები არ მახსოვს, ნამდვილად არ მახსოვს ციფრები, ვერ გეტყვით, თუმცა როდესაც ვუყურებდი ხმის დათვლის პროცესს, 51 ნომერი ლიდერობდა, მაგრამ ბოლომდე არ იყო დათვლილი ეს ხმი, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, ბოლომდე არ იყო დათვლილი, ხა თითქმის ნახევარი იყო დათვლილი. და ამის შემდეგ როგორ გადანაწილდა ხმები, მე ციფრი ზუსტად არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი, მე არ ვიყავი კომისიის წევრი, მე ვიყავი დამკვირვებელი. ერთ-ერთმა თანამშრომლობაც კომისიის წევრმა ფანჯარაში მოგვცა ინტერვიუ, რომ ლიდერობდა ვალერი გელაშვილი და ქართული ოცნება. ვიცი, ხო, არ ვიცი, ალბათ იმას ჰქონდა ინფორმაცია, მე არ მქონდა ზუსტი ციფრები, ნამდვილად არ ვიცი, ხა ზუსტად ციფრების რაოდენობა. ნახევარი იყო ხმების რაოდენობა დათვლილი და შემდეგ დაითვალეს ამ ინციდენტის მერე ხმები და შედგა აქტი, რომელზეც ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა. ეს აქტი სად წაიღეს და ვინ წაიღო? ეს აქტი წაიღო თუ არ ვწდები, მე ბოლომდე ხარ რომ გითხრათ რომ გავჩერდი ეს დალუქეს, შემდეგ დალუქული იყო. ალბათ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წაიღო. ვინც იყო პირველ უბანზე, მაია ჩაჩანიძე იყო და ეს აქტი ხელმოწერილი წაიღო კომისიის ყველა წევრების, ვინც აყვა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ წაიღო აქტი ამ ბიულეტენებთან ერთად. ხომ არ შეგიმჩნევიათ, გარედან ხომ არ ყოფილა ზარები, ზეწოლა კომისიის წევრებზე, თუ ეს მოულოდნელი შემოჭრა იყო? ეს იყო მოულოდნელი, ხა ზარები და ეს არ ვიცი, ხა მე არ ვიცი, ხა სიმართლე გითხრათ, იქ ყველა ტელეფონზე ლაპარაკობდა, ყველა ეგ არ ვიცი ხა. ეგ არ ვიცი თუ ვინმეზე იყო მსგავსი რამაც. როგორც რესურსების ხელმძღვანელს ხომ არ ქონიათ ზეწოლა, რაღაცა მითითებები ამ არჩევნებთან დაკავშირებით და არა, წინასწარ ვერ გეტყვით რა ზეწო. მე დამკვირვებლად ვიყავი უბანზე და ეს ფაქტი რაც მოხდა, ამის შესახებ გეუბნებით. გიღბიანები არ იყვნენ ნამდვილად და მე იქ იცნეს კომისიის წევრებმა ერთ-ერთი უჩას ახსენებდნენ, არ ვიცი, მე არ ვიცნობდი, მე ის პირველად დავინახე იქ. ერთ-ერთზე თქვეს, ეს არის შინდარაში ცხოვრობს და მე არ ვიცი ხა ზუსტად. კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა პროტესტი არ გამოთქვეს, სარიელო შრომთა საწერნია. კი, გამოთქვეს და ამის შემდეგ მოხდა რამდენიმე წევრმა გამოთქვა, რამდენიმეს, შეეშინდათ რა თქმა უნდა, რამდენიმე წევრმა გამოთქვა უკმაყოფილება და იქიდან მე მოსახლეობაც აყვირდა, ასე ვთქვათ, ფანჯრებიდან და ეს ნახევრად ხელმოწერილები წაიღეს. და იმ ოქმზე ვისი ხელმოწერები ფიქსირდებოდა? აი, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, ვისი ხელმოწერები ფიქსირდებოდა. რომ გაჯღაბნილი იყო ეს ოქმი. იცით რა არის, ერთ-ერთმა ოპოზიციის წევრმა, რომელმაც მოაწერა ხელი, იმან თქვა, რომ მე გაჩხაბნა და ეხლა მე არ ვიცი, პირადად არ დამინახავს ეს ოქმი, არ ვიცი.